რომ დღეს რომ ამბობენ რომ მილიონობით დოლარი უნდა ამოვიღოთო ხალხნო, ეს ფული თქვენი ჯიბიდან არის და ეს ფული თქვენ არ მოგხმარდებათ. ეს ფული სხვაგან წავა. არავინ არ ამბობს დიდი ბოდიშიო სკოლები და ბაღები ეგრეთ ავტოვეთო და ეხლაო ჩქარა ავაშენებთო. არა, მათ უნდათ რომ ვიღაცამ ეს ფული მიიტანოს და შეგროვდეს ოფშაქში, სოლოლაკში. და თქვენ ისევ დარჩებით სკოლებისა და ბაღების გარეშე. სამწუხაროდ ესეა. და კარგი სკოლის და კაი ბაღის გარეშე არ არსებობს აბსოლუტურად მომავალი. მე მქონდა ეგეთი იდეა, ბრწყინვალე დასაწყისი, რომ თავიდან ბოლომდე ძალიან ბევრი ფული უნდა ჩავდოთ ბაღებში და საწყის განათლებაში სკოლაში, იმიტომ რომ ამის გარეშე, როდესაც ბავშვს აქვს ბრწყინვალე დასაწყისი, მას აქვს ბრწყინვალე მომავალი. ძალიან ბევრი კვლევა ამაზე, კვლევა ვიღაცის აზრი არა, სამეცნიერო კვლევა, რომ ცხოვრების პირველი 6 წელიწადი ბავშვისათვის განსაზღვრავს რეალურად მის მომავალს, მის პროფესიას, მის სიმშვიდეს, მის უნარებს, მის ქცევებს და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ჩემი მმართველობის დროს ჩვენ გავაკეთებთ პროგრამას ბრწყინვალე დასაწყისი. აი ეხლა ხო მიაქვთ მილიარდები ბიუჯეტიდან და ჩვენ მილიარდებს ჩავდებთ ბაღებში იმისთვის რომ და სკოლებში, იმისთვის რომ ადამიანი ბავშვი რო იქ მივა, მას კონდეს ყველაფერი. მას კონდეს კარგი განათლება, კარგი ტექნოლოგია, ის კი არა რომ იყურებოდეს მარჯვნივ მარცხნივ მის უცხოელ კოლეგებს რაღაცა ტექნოლოგიები აქვს, ლაბორატორია, მე მახსოვს პატარა ბავშვი ვიყავი ამერიკაში რომ მოვხდი პირველად და იქ ვნახე პირველად ნორმალური ქიმიის ლაბორატორია აწყობილი, ნორმალური ბიოლოგიის ლაბორატორია აწყობილი. აბა საქართველოში 90-იან წლების მერე რა ლაბორატორია და რა ქიმიის ლაბორატორია და რა ექსპერიმენტები შემოგრჩებოდა. და ესე არ უნდა იყოს ჩვენი ბავშვები, ხო? და ეს ბრწყინვალე დასაწყისი იქნება გაურმაგდება, უნდა გავასამაგოთ ბიუჯეტი, რომ ნორმალურ სკოლებში იარონ, საჯარო სკოლებში იარონ, ის კი არ კონდეს ყველას, რომ ფული მოაგროვოს და ბავშვის კერძო სკოლაში გაუშვას. იქ ვისაც უნდა კონკრეტული რაღაცა ნიშური განათლება წავიდეს კერძო სკოლაში, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ საჯარო სკოლაში უფასოდ წაიყვანს ბავშვს და იქიდან გამოვა განათლებული, მოწესრიგებული, მოვლილი, უსაფრთხო, ნაჭამი, უფასო კვება სკოლაში აუცილებელია. სააზროვნო უნარებისთვისაც აუცილებელია ხალხო, მშვიერ ბავშვს და მშვიერ მასწავლებელს საერთოდ რას მოვთხოვთ?